პარტიის საერთოდ რა თამაშს თამაშობს ეს გახარიას პარტია? აი, დანარჩენი ოპოზიციისგან გავიგეთ. ჯერ პარლამენტში არ შედიოდნენ, თუ არ ვაღიარებთ პარლამენტს, ბიუჯეტიდან მისი პარტია თანხას იღებს. ახლა თუ შეუწყდება რომელიმე სადეპუტატო უფლებამოსილება სხვა სიაში ვარ, CSKO-ში არ ჩახსნა და თან არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. აი, რა თამაშია გახარიას? მე მგონი ყოველთვის კონცეფცია ძალიან კომფორტული თამაშია, იმიტომ რომ მე მგონი 12 დეპუტატი ყავთ, თუ არ მეშლება, შეიძლება ვწდები და მე მგონი მეორე 12-ულში უკვე შეიძლება ქართული ოცნებისთვის სასურველი ხალხი იყოს. მეორე შტორი მესამეში ნაღდად იქნება. ამიტომ ბოლოს და ბოლოს ხალხი შევა პარლამენტში და ამასობაში გახარია ფულსაც იშოვის და ყველა ბედნიერია. ანუ ახლა ფულზე არის ნადირობა გახარიას პარტიის მხრიდან? თვითონ ამბობენ რომ ფულზე არის, აბა მე ხო ამით გქონს. თვითონ ფული გჭირდება, ამიტომ ვაკეთებ ამასო. აბა მე რომ აი ელემენტარულად ეს აი რომ დავიჯეროთ თუნდაც ის რომ ასეთი ტიპის ბოიკოტი დაამარცხებდა ქართულ ოცნებას. აი რამდენს იღებს? რამდენიმე მილიონზეა საუბარი მაქსიმუმ. როგორ შეიძლება დაიჯერო რომ მამუკა ხაზარაძე პატრიოტი ადამიანი ბებძვის ქოცებს და რამდენიმე მილიონი ვერ მისცა გახარიას რომ გამოსულიყო პარლამენტიდან? ანუ თუ ამაზე დგას ქოცების დამხობის და ეს ბოლო ნაბიჯი იყო, ანუ ეს ყველაფერი სიყალბე არის, ან რო ამას ამბობ? მთელი პრობლემა მაშინ რომ სიყალბე არის, ბოლოს თა პრობლემა არის ის ქართული ოცნებას ხო დიდი სიყალბეა თავით მაგრამ იმას ბევრი ფული აქვს, დიდი რესურსი აქვს და შენ არ შეიძლება სიყალბე, რომელსაც ბევრი ფული აქვს, დიდი რესურსია დაამარცხო პატარა სიყალბით და პატარა ფულით. მაშინ უნდა აჯობო რესურსებით, ან სიმართლე ლაპარაკო.